ეს ეხლა დავწყე სანამ მოხვიდეს. ჯერ რა დასრულებული. აი ისინიც ეხლა გაკეთებულია. ჯამბაზის ვარიაციები. და ქალის ფიგურები კიდე საოცარია, ისინიც ხო არ გაკეთდა. ისინი ყველა გაიყიდა, ყველა წაიღეს ვაფშე. არ დამიტოვეს აძე დიცალი. მე მიუსწარია. დიდი ფუცლები არის, ხო, დიდი ფუცლებზე იყო. ამის ნახევრებზე რა დაახლოებით. ძირითადად რა გაძლევს ინსპირაციას? უფრო მეტად გარემო, დღევანდელი და ყველაზე მეტად უფრო აი მითოლოგიური სიტუაციები, სიუჟეტები და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი რაც კი ჩემს გარშემო ხდება, ყველაფერი ინსპირაციის წყაროა რა ჩემთვის რა. აი ესენი არის. სულ ყველაფერი თეძმის ხევია, აგარაკი ვაკი და ქართლში რომ მივიდივარ ხოლმე, ანუ ზოგადად ფოტოს გადაღებას ვერ ვახერხებ. და ამიტომ რასაც ვიმახსოვრებ გონებაში, რასაც იმპრესიონ აკეთებს შტაბეჭდილებას, ისე იმაშვები ხოლმე. გადმოაქვს მე რომ არ დამეკარგოს. ესენიც ძველი თბილისის მოტივები, სადაც ხაეული გამოვული ხოლმე. ესენი ბოლო პერიოდში ხა აი ამებზე გადავერთე, ძალიან მომეწონა, ანუ თეატრალური სიუჟეტები რა. ზოგადად ახლოსაც არის დღევანდელ თემატიკასთან და ანუ ვცდილობ რომ უფრო ასე ვთქვათ, ჩემი სპექტაკლი გავაკეთო რა. ეს არის მაგალითად დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედიის ერთ-ერთი სერია, ჯოჯოხეთის სცენა. ესეთი სერია დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედიის ეს ერთ-ერთი სცენა არის. ამორძალების დასჯა, ასე ვთქვათ. და აქედან 6 სულ ყველა გაიყიდა რა. ეს არის ჩემი ბავშვის ნახატი, ბატონი ნიკოლოზ ურუშაძის, რომელიც იყო 7 წლის, მაშინ როცა გააკეთა ეს. ის არის მეორე საბასი. ეს იყო დაახლოებით სადღაცა 5 წლის, ეს რო გააკეთა რა და ეს რა არის მეთქი რო გითხე მამათო. ესო არისო მამ ზე ჩადისო ესო ანაო დიდი მოხდო და კატა უვლის გარშემო ამიოსო დედამიწას რო შემოულისო. ესეთი მაგარი კონცეფცია ჩადო რომ ძალიან მომეწონა. ახალგაზრდა ბიჭის პორტრეტი. უბრალოდ დაშლილი ფიგურა, ნუ კომპოზიციურად აღქმული. ეს ქალის ფიგურა რო გინდოდა. ზოგადად მეტამორფოზული ვარიაციებია ესენი, სულ ყველა. მაგას ქვია ჩემი საქართველო. ზოგადად ქალის სიმბოლო, დედის სიმბოლო, დატანჯული, ასე ვთქვათ, აი ძალიან დამძიმებული ყველაფრისგან და ყველასგან და ამოსულ თქვის საშუალება რო არა აქვს. ეს არის შოუის ტრაგედია. ანუ რო აირია ყველაფერი ერთმანეთში ფაქტურად სადა დედამიწა გაერთიანდაო რა და ეს დამტროული ხეები და იმის იქით რო ეძებდნენ იმეებს, რა ქვია, მდინარის ის ვარიანტები კი ჩანს. იქით რო ეძებდნენ ხალხს ამ ხეებში და იმეებში, ტოტებში და იმეებში. ანალოგიურად აი ესეთ შოუის ტრაგედია. და ზევით ოღონდ მე ნამდვილად არ დამიხატავს, აი თავს დავდებ. ზევით და ნიკორწმინდის ეკლესიაა. ისე მომეწონა ზოგადად, ისე გამიხატა რომ ზოგადად ტაძარს და წმენას რომ მაინც ვერაფერს აუნებს ვერაფერი რა. აი ეს რო გაუქმდა და ეს ჩაიკეტა საზღვები და რაღაცები, ერთი პატარა წერტილი რო გადაჭა რაღაცა გასაგზავნე ჩანთაც მანდა ის და აი ეგ არის ამ კარების ქვეშ მოყოლილი აი რაღაცა რომ უნდა რომ გამოძოს აი პატარა ფიჩას კიდევაც რომ ხელები და უნდა რომ გამოძოს რომ იქამდე მივიდეს რომ რაღაცა გავიდეს აქედან და რაღაცა ნახოს რა ახალი ნორმალური და ამიტომ ესეც მაგ თემას მიუძღვენე.